ნახეთ როგორ არის განუყოფელი ერთმანეთისაგან. ღმერთისა და ადამიანის სიყვარული ერთად. ახალ აღთქმაში მოხდა უმწვერვალესი გამოცხადება ღმერთისა, როცა ის ადამიანად მოვიდა და როცა ეს გამოცხადება მოხდა, დავინახეთ, რომ ღმერთი და ადამიანი განუყოფელია შეურევნელად, მაგრამ მარადის ერთად მყოფია. ერთმანეთს აღარასოდეს დაცილდება ღვთაებრივი და ადამიანური ბუნება. არც შეერევა, მაგრამ არასოდეს დაცილდება. ეს ერთობა არის ძალიან სიღრმისეული. ამას ჰიპოსტასური ერთობა ქვია საღვთისმეტყველო ენაზე, როცა ერთი პიროვნებაა ძე ღმერთისა და ორი ბუნებაა, ღვთაებრივი და ადამიანური. ამიტომ შეუძლებელია უყურებდე ღვთის ხატს და გიყვარდეს ღვთაებრივი ბუნება ადამიანის გარეშე, ან გიყვარდეს ადამიანური ბუნება ღვთაებრივის გარეშე. როცა გიყვარს ღმერთი და ეს ნიშნავს, რომ გიყვარს ქრისტე, იმიტომ რომ ქრისტეა ის, ვინც სამყაროს შექმნა და მოვიდა, ესე გიყვარს ღმერთი და ადამიანი ერთდროულად. ეს კიდე ძალიან რთულია. იმიტომ რომ ჩვენ ვიგონებთ ხანდახან ღმერთის სიყვარულს, მაგრამ ადამიანის სიყვარულის გამოგონება ძნელია. იმიტომ რომ ადამიანს უნდა აპატიო მუდამ. ადამიანი ყოველთვის ისე იქცევა ყველა, რომ მუდმივად უნდა აპატიო. სხვა ვარიანტი არ არის.